ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის გარემოკავშირეებს იმ კომისიის ხდომების პირდაპირ ეთერში მოსმენას ურჩევს, რომელმაც სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები უნდა შეისწავლოს. შესაბამისი კომისია პარლამენტში მუშაობას დაახლოებით 3 კვირაში დაიწყებს. ნინო არღლიანი გიამბობთ. ქართულ პოლიტიკაში პირველად მოქმედი ხელისუფლება ყოფილის დანაშაულებრივ ქმედებებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შეისწავლის. კომისიას კითხვები ექნება წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, მკვლელობებზე, ბიზნესის შევიწროებაზე, მედიის წართმევასა და აგვისტოს ომზე. ნაციონალური მოძრაობის სისტემური დანაშაულების შესწავლის მიზნით კომისია მუშაობას საგაზაფხულო სესიის პირველ კვირას დაიწყებს და რეჟიმის მხილების შემდეგ რეაგირებისთვის უკვე პროკურატურას მიმართავს. გამოძიების ადრესატები მხოლოდ სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები არ იქნებიან. აქ არის ლაპარაკი მხოლოდ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე, სისხლის სამართლის დანაშაულებებზე, რომელიც არაერთი გამოვლინდა, არაერთმა ადამიანმა მოიხადა სასჯელი, ვიღაცა არის ძებნაში, ვიღაცა იხდის ჯერ კიდევ სასჯელს მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მაგრამ ეხლა ის რაც უნდა გააკეთოს ამ შესაბამისმა კომისიამ, დიაგნოზი უნდა დაუსვას კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს. ნაციონალური მოძრაობის დიაგნოზი 2012 წლის შემდეგ არ გაუმჯობესებულა. პარტია თავდაცვის ნაცვლად ისევ თავდასხმის რეჟიმზეა გადასული და არათუ გასამართლებისთვისაა მზად, არამედ დანაშაულების მთავარი ორგანიზატორის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს რეპრესიებთან და არანაირ სააკაშვილის რეპრესიის მსხვერპლია? დიახ. უკანონო პატიმარია სააკაშვილი თქვენთვის? კი, პოლიტიკური პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილს. ვალერი გელაშვილი არ უცემია, 7 ნოემბერი არ ყოფილა, ფულის გაფლანგვის საქმე არ ყოფილა. არა, კონკრეტული რა თქმა უნდა შემთხვევები არსებობს, რომელზედაც დანაშაული მანდამაინც როცა ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილი, ეს იგივე რომ ნებისმიერ ტიპის დანაშაული რო ხდება ნებისმიერი მმართველობის დროს დაბრალდეს პოლიტიკური უმაღლესი თანამდებობის პირს. რატომ ახლა მართლ პარტიას მარტივი პასუხი აქვს? საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაწყდა მას შემდეგ, რაც საქართველომ რეალური დამოუკიდებლობა გაიმყარა და ასევე რაც საქართველომ ომის საქმეზე რუსეთს რამდენიმე დავა მოუგო. ქართული ოცნება კომისიის მოსმენას ურჩევს ნაციონალური მოძრაობის უცხოელ მეგობრებსაც, რომლებიც დანაშაულებრივი რეჟიმის მთავარ დამცველებად იქცნენ. ჩვენ ვართ ქართული ოცნება, ვინც რუსეთს მოუგეთ პროცესები ჰააგაში და სტრასბურგში და რაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჩვენ გმირ სამხედროებს დააბრალა ის რომ თითქოს ომის დანაშაულები ჩაიდინეს და თითქოს რომ ომი მათ დაიწყეს, ეს ყველანაირი რისკი რა თქმა უნდა ჩვენ გადავაზღვიეთ და რუსეთს დაერქვა ოკუპანტი. შესაბამისად, მანამდე ჩვენ ამ ქმედებას ვერ დავიწყებდით. 3 წლის განმავლობაში ყველა ვაკვირდებით, ყველანაირი გადაწყვეტილების მიღება, რაც ეხება ჩვენს ქვეყანას, ხდება საქართველოშივე. ამას აქვს ორი დატვირთვა. ერთი ის, რომ სამართლებრივი შეფასება მიეცეს ამ ყველაფერს და დაუჟიელი არავინ არ დარჩეს ის 9 წლის რეჟიმის შემოქმედები და თუ რატომ აღმოაჩინეს რუსეთთან ომში, რატომ გადააბარეს ტერიტორიები, რატომ შეუცვალეს კოდორს სტატუსი, დანარჩენი სისტემური ადამიანების უფლებების დარღვევა და ადამიანების ჩაგვრა, რასაც სტრასბურგის სასამართლომაც იგივე კვალიფიკაცია მიანიჭა. ხო, ესეც რა თქმა უნდა დაუჟელი არ უნდა დარჩეს. თავარი რომ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია იქნას ცნობილი როგორც დამნაშავე რეჟიმი და ჩამოცილდეს ქართულ პოლიტიკას და მეორე რა თქმა უნდა ის ინდივიდუალური მათ შორის შემთხვევები, სადაც კონკრეტულად უკვე პიროვნებები აგებენ პასუხს ქვეყნის წინაშე და ქართული საზოგადოების წინაშე. უპრეცედენტო პროცესს პარლამენტი 3 კვირაში იწყებს. 2003-დან 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებზე კომისია მუშაობას 6 თვეში დაასრულებს და პოლიტიკური შემდეგ სამართლებრივი პასუხისგების დრო დადგება.